მოგესალმებით მეგობრებო, მე მქონდა პროგნოზი 8 მაისს, რომ იქნებოდა აქტიური რაღაც გრევის სიტუაციები, ცეცხლის სტიქია, მიწის სტიქია იქნებოდა აქტიური და შესაბამისად გთავაზობთ არსებულ პროგნოზს, რომელიც სამწუხაროდ ძალიან მალე ახდა უკვე 11 მაისს ახდა ის პროგნოზი, რაც მე გავაკეთე და იხილეთ არსებული ვიდეო. ნაჩვენები. აი აქ პირდაპირ მნიშვნელობით პირველი ინფორმაცია ისევ რაც ამოდის, სამწუხაროდ ისევ ნაჩვენები არის ძირითად ასპექტში პირდაპირ მნიშვნელობით რაღაცა მასშტაბური, ასე თქვათ, გრევის თემებთან ესე ვიტყოდი, ხო? პირდაპირ მნიშვნელობით ამომდის დანგრევის სიტუაცია, რაღაცა კონკრეტული შენობის ჩამონგრევის თემა შეიძლება იყოს გაჟღერებული სიტუაციური კუთხით, რაღაცა ნგრევა, ჩამონგრევის თემა, ხო, რომელსაც თან შესაძლებელი არის ახლავდეს ცეცხლის სტიქია, საკმაოდ მწვავედ შეიძლება იყოს გამოვლინებული ეს ყველაფერი და დამანგრეველი ენერგიის ნაჩვენები, ხო? აი ეს რაღაცა დანგრევის სიტუაცია, ნგრევა, ცეცხლის სტიქია იქნება აქტიური ამ ყველაფერთან ერთად. ძირითადად აქ რასაც მიჩვენებს რაღაცა მიწასთან ხმების შედეგად ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52,000 მიაღწია. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა, დაშავებულია 124 პირი.